მამა გაბრიელის საფლავს ხვალ გახსნიან, მაგრამ მცხეთაში უკვე ხალხია. მორწმუნეები ერთი დღით ადრე იკავებენ ადგილებს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომ ხვალ დილიდან პროცესზე დასწრება შეძლონ. გამკაცრებულია კონტროლი, ამოქმედა საგანგებო ზომები, რომ მცხეთაში წესრიგი დაცული იყოს. გიორგი ფუტკარაძე ჩაგორთვება პირდაპირ ეთერში. გიორგი, რა ხდება ამ დროისთვის მონასტრის ტერიტორიაზე? დიახ, თამარ, მინდა გითხრათ, რომ მონასტრის ტერიტორიაზე ამ წუთებშიც იმყოფება მრევლის ნაწილი, მათ დილიდან დაიწყეს აქ მოსვლა, თუმცა ჯერ ხალხმრავლობა არ შეინიშნება. პარალელურად საგანგებო ზომებია მიღებული ქალაქში, ყველგან პატრულირებს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, ასევე მიმდინარეობს მონასტრის ეზოში სამზადისი ხვალინდელი დღისათვის, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რამდენიმე საათში მონასტრის კარი დაიხურება, იმისათვის რომ დასრულდეს მოსამზადებელი სამუშაოები, უკვე ხვალ დღის 12 საათზე მამა გაბრიელის ნეშს ეზოდან გადაასვენებენ მონასტერში და შემდეგ უკვე 6 საათზე დაგეგმილია რომ წმინდანის ცხედარი გადაასვენონ სვეტიცხოვლის ტაძარში. საქართველოს ხელისუფლების მიერ და საპატრიარქოს მიერ არის მიღებული ძალიან კაცრი ზომები, რომ არ მოხდეს რაიმე მსგავსი ხელის შეშლა. ხვალ 9 საათზე ტაძარში ასრულდება საზეიმო წირვა, პარალელურად დაიწყება საფლავის გათხრა, 12 საათზე მოხდება წმინდა ნაწილთა აღმოყვანება. მამა გაბრიელის წმინდა ნაწილთა აღმოყვანება. შემოგზანდება ეს ყველაფერი ტაძარში, შესრულდება პარაკლისი. მრევლის ნაწილი ამბობს, რომ თუ კი მათ შესაძლებლობა ექნებათ მცხეთაში დარჩებიან და ხვალდილას დაელოდებიან, ნებისმიერ მსურველს ხვალ შეეძლება მცხეთაში ჩამოსვლა, ამისათვის იმუშავებს სპეციალური ავტობუსები, ასევე საგანგებო რეჟიმზეა გადასული რკინიგზაც, თუმცა მოქალაქეებს არ შეეძლებათ ავტომობილით ქალაქში შემოსვლა, მათ სპეციალური ავტობუსებით უნდა ისარგებლონ. მოვედით რომ შეგვეწიოს მისი მადლი. ხვალ ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ხვალაც მოვიდე. თუ შესაძლებელი იქნება აუცილებლად მოვალ. მოვედი რომ ამაღამ დარჩენილიყავი და აქ ტერიტორიაზე არ შეიძლება დარჩენა და არ ვიცი ღამე გარეთ თუ მექნება საშუალება დავშები თუ არა და ვეცდები რომ მოვიდე იმდენად ცული საჭიროთ. ძალიან დიდი მადლი აქვს მამა გაბრიელს და სრულიად საქართველოს ლოცავს. ასევე მოვედით ყველანი ალბათ იმიტომ რომ ჩვენც დაგვლოცოს ყველა და შეეწიოს მთელ საქართველოს. წმინდანის ნაწილებს სვეტიცხოველში უკვე 19 საათზე გადაასვენებენ, ასევე აღევლინება საზეიმო წირვალოცვა, უკვე კვირა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მღვდელმთავრები აღავლენენ წირვალოცვას. რაც შეეხება ღონისძიების სხვა დეტალებს, უკვე მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს ორშაბათს სამების ტაძარში გადაასვენებენ. დიდი მადლობა გიორგი, ეს იყო გიორგი ფუტკარაძე, რომელიც მცხეთიდან გვერდთვებოდა. მამა გაბრიელის საფლავის გახსნასთან დაკავშირებით მოსალოდნელი ხალხმრავლობის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო გარკვეულ შეზღუდვებს აკეთებს. 2 დღის განმავლობაში მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იქნება. უწყება აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას მარშრუტის შესახებ. 22 თებერვლის დილის 9 საათიდან 24 თებერვლის შუა დღის 12 საათამდე გადაიკეტება თბილისიდან გასასვლელი გზა გლდანის ხიდის გადასახვევიდან. ხოლო დასავლეთიდან თბილისში შემოსასვლელ მაგისტრალზე მოძრაობა თავისუფალი იქნება. დაკეტილი იქნება მცხეთის ყველა შესასვლელ-გამოსასვლელი გზა. თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით წამსვლელები ისარგებლებენ ავჭალა-ზაჰესი მცხეთის შემოვლითი გზით. თბილისიდან მცხეთაში წამსვლელთათვის უფასო ავტობუსები დილის 6 საათიდან გავა, ვაგზლის მოედანზე თბილისი ცენტრალის წინ მდებარე ავტოსადგომიდან, მეტროსადგურ დიდუბის ზედა გასასვლელიდან და ასევე დიდიღომში ჰიპერმარკეტ გუდვილის მიმდებარე ტერიტორიიდან. დასავლეთიდან მცხეთაში წასვლის მსურველები საკუთარ ავტომობილებს გააჩერებენ გუდვილთან, დიდიღომში და ავტობუსით გაემგზავრებიან მცხეთაში. სრული დატვირთვით იმუშავებს რკინიგზა.